მოგესალმებით მიმოსალმებით მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი აბრეშუმის გზა, რომ ყველა სიახლე მიიღოთ ძალიან სწრაფად, შესთავაზეთ თქვენს მეგობრებსაც ჩვენი არხი გამოიწერონ, ჩვენი პოდკასტი და ძალიან საინტერესო თემებს მოისმენთ ჩვენთან. დღეს სტუმარი გვყავს ვასილ ხაკაძე. ვასო. გამარჯობა და ძალიან კარგი წამოწყება. იცი რა არის? აი რამდენი ვიფიქრე რომ აი რა აზე ვილაპარაკო თემა რა გავაი ქვეყანაში იმდენი უბედურება ხდება რომ საიდან რა დავიწყოთ ესეთი ძიმე და აი ბოლოს მაინც ბევრი ფიქრის მერე თავარი კითხვა აი ჰედ კითხვა თავარი რაც არის ხა კვირაში არის სკინტი თუ სკლინტი თუ სკინტლი შეიძლება ხო და აი რა გჭირს რაღაც რა აპლიკაციის სახელს გავს უფრო სკლინტი ჩამოტვირთე სკლინტი შეიძლება რაღაც აპლიკაცია გააკეთო რა ყველაზე აქტიური თემა ამ ქვეყანაში ქვეყანა დაიქცა რა რუსეთისკენ მივდივართ რა ხალხს ცემენ იჭერენ და მთავარი თემა მაინც არის სკინტლი არის მთავარი თემა ვითხარი რას ფიქრობ ამ სკინტთან დაკავშირებით გიყვას რძე თურმე რას ეხა დაფიქრდა რა გიყვას ჭამდით თურმე რას ჭამდით და ისე მარდა სვამდი ხოლმე ანუ აკრძალულია ეგ არის მე როგორც ვეტერინარი ჩემი მეორე პროფესია ვეტერინარი ვარ ანუ ვეტერინარს ავალია მისი შემოწმება ასე შემდეგ ყველაფერი დაწყებულია ასე თქვა სანამ ლაქტაციის პერიოდიდან მივიძე ანუ ეგ არის აკრძალული რომ ეს საკვებად გამოიყენო თორე ის ტიპი რომ ამას ყიდი და ეგ ჩოლეული თემა არის ის ამას ყიდის მაგრამ ყურე მე შეიძლება დანა გავყიდო შენ ეგ დანა გამოიყური დაჭრა ან კაცი მოკლა ის თო ტიპი ყიდი და იმას აბრალებენ თო შენ წარმოიდგინე რომ აბა ეხა წარმოიდგინე ეგეთი რამე რომ ესე იგი ქათმის სკინტი ჭამა ძროხამ და ეს რძე მოიწამლა შენ წარმოიდგინე რომ ქათამს რას აჭმევდნენ რომ ის სკინტი მოიწამლა აი ანუ მართლა დაფიქრდი რა ანუ თავარი ამბავი მან მუღამი მართლა ეგ არის რომ ანუ ეს სკინტი იმდენად უარგისი იყო რომ მე რძეც მოწამლა და ეს სკინტი რო გავხდარიყო სკინტი ანუ ხო რაღაცა იმ ქათამსაც აჭამეს რომ მე მოსკინტა და რას აჭმევდნენ ანუ ეგეც არის ხო ანუ თავარი პრობლემა იგი სხვათა შორის ეგ არის 2018 წლის დავაა რა დღეს და გუშინ კი არ მოხდა ეგ ამბავი 2018 წელს დაიწყო დავა ამ იმანა ქვია პაპაშუნმა რომ ეს სკინტი რომ მომეციო და რო ვაჭამიო ძროხასო დამეხოცავო რა ძროხებიო და 2025 წელს მორჩა სასამართლო ეხლა გაახსენა და მთელი 6-7 წელი თუ ამ სკინტიანს ჭამდით თუ მაშინ ჭამეთ თუ დავლიეთ თუ რა გავაკეთეთ ეხლა მიდის ჯაბაასე რა და ჩავლილია უკვე ეს სკინტი მე ნერვიულობდი იცი 90-იანებში მეთქი რაღაცა მარგარინი გვაქვს ნაჭამი მეთქი მაგას ნერვიულობდი და უნივერსიტეტის პაჭდომკაში რო გადადიოდი რაღაც მაკარონიან ხაჭაპურებზე ნერვიულობდი ორგანიზმზე რომ მეთქი ეს რა დაუმართე ჩემი ორგანიზმი და თურმე სადაღაც მოსადავარ რა ჩვენი იუპი და ზუკო გვაქვს ზუკო ხო და ნახე ამის გარდა მინდოდა კიდე აქტიურ თემებს და აი ეს ესენი მაქვს ხოლმე რა სათამაშოები მაქვს ხოლმე ძირითადად ხო თავრობის წერობით სათამაშოები და თან უხდება რა სათამაშო ტულუკიანი კი მაღალი ამაზე თან ეს რიჟვაძია ხო მინივეინც რო დადის ეგ არის ხო მინივეინც რო დადის ხულოში რო დაუძახებებ პრობლემა მინივეინთ ადის არა მაგვინ მინივენის დანიშნულება ხო ის თემაა რომ ანუ მთავრობის ტიპები ერთი გაულის მეორეს მეორე მესამეს და ერთად მიიყვანს მინივენი სახში რომ ანუ ბიუჯეტი დაზოგონ რომ ყველა ცალ-ცალკე მანქანით არიან და ეს მარტო დადიოდა ой იბოდიჯდა რა მინივენში რა დაპატარავებული რაღაცა ხო ინერვიულა თანამდებობაზე ისე მინდოდა გრიგოლ ლილუაშვილის სათამაშო მინდოდა ოღონდ ამას 1-2 კვირის წინ ფიქრობდი სერიოზულად რომ სუსის უფროსის ესეთი ის გავაკეთოთ სათამაშო რა ეს სათამაშოთაც აღარ ვარ გა ძალიან ჩავაჩო აი მაგას როგორ მოვიფიქრებდი რომ სათამაშოთაც არ აი აქ რაღაც ყობახიძე ყავს რა აი წარმოიდგინე მაგას ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე რომ ყობახიძე უკეთეს სათამაშო იქნებოდა ვიდრე ის რა ქვია ლილუაშვილი რანაირად როგორ მოხდა მითხარი აი მაგ თემაზე რას ფიქრობ რა ვიცი ანუ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რა ის არ უნდა გაპარვოდა ის არ უნდა გაპარვოდა აი რამდენი ხანი იშრომე იწვა რა გაეპარა ტაქსი წავიდა ტაქსი გაიქცა ბიჭო ტაქსით გააჩერა და გადამიყვან ერევანშიო ძმაო და კიო და გადავიდა და ის ტიპი გადმოვიდა მერე და ჩამოვიდა და რა ვიცი ტაქსით ფული გადამიხა და გადავიდა გადმოვიდა რა პრობლემაა ხო და ეგ არის ის არ უნდა გაპარვოდა რა და ეგ არის ამდენი ტყილა იშრომა რა ამდენი ტყილა იწვალა რაღაცა და ერთი შეცდომა დაუშვა და მაგრამ ეგ ერთი შეცდომა მილიარდი არის წარმოიდგინე
იცი რა სხვა ეხლა რო გიყურებ ამ გრიგოლზე ძალიან ისე მოწიწებით ლაპარაკობ და რის გეშინია არა ბიძა მეშინი არა არა იქ ხო ძალიან ცუდი კაცი მე რო რამის შემშინებოდა ის დავჭებოდი ისე ხო რამდენი ყოლება შეშინებული გრიგოლს არ ვიცი ალბათ არ ვიცი რუსთავი ორი ან იმ თემებიდან გამომდინარეც რა თავის დროზე რომ რაღაცა გაიყო გამოიყო ვიღაცა წავიდა წამოვიდა ვიღაცა დაარჩა ვიღაცა გადავიდა ვიღაცა გადმოვიდა და ასე შემდეგ წარმოიდგინე ამ ყველაფერს გრიგოლი აკეთებდა ო თახარალი გრიგოლი ეხლა სხვა იქნება სხვა გააკეთებ შეგონია გამკეთებს პერიპოვის აი ეხლა ოხანავრა უნდა გააკეთოს ხო ეხლა არა ვარ ხედი მაგათა ეგ სამთავრობო ცვლილებებიც მართლა რა აი როგორი რამე არის რომ მე რას ვფიქრობდი ეხლა ჩვენ რა ნაციონალებს პირობითად ოპოზიციურ ფლანგზე რომ აუ დაგვერხა რა აი ნახე დაგვერხა რომ ბიჭო ბიძინა მიიტაცა ყველაფერი წაგვართვა რავი რა ვიცი და ეს ტიპები რა ყველაზე მყარად ვინც იყვნენ აი სუსის სასტავი ხო პრემიერებს მოხსნიან გრიგოლი იქნება სულ აი ვისთან უნდა დაგელაგებინათ ემ აი თავრობაში რომ მყარად ყოფილიყო სუსი რა აი გრიგოლი არის всё ზევსია რა იმის იქით აღარაფერი არა და всё აღარა ჩვენ ოპოზიციაში მაინც ვართ ეგ ვაფშე აღარ არის სად არის ახლა მართლა მაინტერესებს რამე სადმე დანიშნეს ზორებზე წასულა ზორებზია სად არის ზორები აი მართლა არ ვიცი ვანელია თუ ხონელი ეგ ვანელია ვანშია ვან მთელი ვანი სამინისტროებში შემოშე ოდერები რომ დანიშნო და ეხა მაგის ხალხს დევნიან და ყრიან სამსახურებით დასაცავია ყველა არა მართლა ძალიან ძიმი ამბავია რა ეხა რეალურად ეს აი ამას სერიოზულად შევხედოთ ტიპი მამოებს უსმენდა ჟურნალისტებს ვიღაც ყველას უსმენდა უთვალთვალებდა ყველას პირად ცხოვრებაში იქექებოდა რა ვიცი FSB-ს აგენტურით გაავსო სუსის შენობა მართლა რა ეხა მე თავის ის გოგაშვილი რო იყო მოადგილე მე ხო ლაპარაკობდა რომ ვიღაცა გენელებს დაატანო ტიპს ულევი ინფორმაცია აქვს კი ყველაზე ოფახიციმ დაამცირა ბიჭო აი მართლა ძალიან ისეთი მძიმე საყურებელია რა და ეხა მინდა რომ იმათი გადმოსახედიდან შევხედო სუსის შენობაში რო ტიპების ხედან ეხა და რაღაცას მუშაობენ და როგორიათ რომ რაღაცა სტაბილურად იქნებიან ოდესმე ანუ იმას შეეხენ ხვდები და შენ არავინ არ ახარ ეგეც ეგ წარმოიდი რა პრობლემაა და ყველა აი ეს გრიგოლი რო გაუშვეს და პანჩორი ამორდა კობახიძემ დამცირების დონე ხო ნახე რომ ესე იგი ნიშნავდნენ სადღაც ლაბორანტად რა რაღაცა რეგიონების ამის რაღაცა სიგიჟე და მე იქაც გამოდი არ დავნიშნეო მოადგილეები რაღაცა ვერ შევთანხმდით და სახში გავუშვი ხო მაგრამ მაგასაც უხდება კობახიძე რომ მაგის ჯერიც დადგება ალბათ შეუცვლელი ხო იცი არავინ არ ყავს ბიზნეს თვითონ არის შეუცვლელი რომ დაიჭერს ყველაფერს რატო არ ეშინია მე ვაფშე ვერ მივხვდი მაგას გრიგოლი ისე არ გაჩერდება გრიგოლი რაღაცა სიზავს აი ნახავ თქვენ კაი გრიგოლი კარგი და ისა რა ქვია დაჩი ბერაია ჩიბერაია დაინიშნა ფინანსური პოლიციის უფროსად. ბიჭო, გრანდიოზულ თანამდებობაზე. შეუძლებელია. თან ეს ოპოზიციაში რო გადავიდა და რო აგინებდა ხო ეგ არის. რა გაცინებთ, ეკაცი ბიზნეს აუჯანყდა კაცო. ხო, წარმოიდგინე. სხვათა შორის ძალიან ეშინოდა ბიზნეს. რა, ფინანსური პოლიციის. არა, დაჩი გაიტანა თავისი. დაჩი რო მაჟორიტარული ეკრანზე ბიზნეს რთავდა. ტელევიზორს თავდა. პირველი იყო ვინც მოუგო ბიზნეს. ბიზნეს უნდა და პროპორციული არჩევნები და დაჩი მოუგო. ხედავ? და ტიმის ხელი პოლიციაში ფინანსურში. ეგ არის. რაღაც ხო კეთდება. დაჩის ესე მარტივად ნუუყურებ. არ უყურ ამ მარტივად. რა მარტივად უყურო გადაო. ტიპა პირველად მოუგო ბიზნეს, ანუ მაჟორიტარულ სისტემაზე და დაეტაკა. გუნდი გაუყო. ქები მოტეხა. ხო და დღეს დაამსახურებულად მიიღო ძმო მისაღებად. მე მგონი რომ თვითონ უთხრა რომ აქ უნდა ვიყო მე. თვითონ უთხრა თვითონ დაგკრონე. ხო. აქ მინდა მე. არა და ყველაზე კაი რა არის, განცხადებები რო იწერება ხოლმე მის სახელით. დიდი გრძელი ჯერ მაგამდე კითხვა არ გონია რომ იცოდეს და მაგთან ისეთი ტერმინოლოგიით იწერება რომ კაცი ნანახი მყავს პარლამენტში ანუ მას სიტყვათა წყობა საერთოდ ეგეთი არ გაუგია მარტო იცის დედა არ არაფერი არ იცის ვაფშე საერთოდ არაფერი არ იცის მარტო ეგ იცის ხო მაგრამ ხა სადაც პრეზიდენტად ნიშნავენ დედა ის რო იტყვის ტიპი ეს დაბალი თანამდებობა მაგრამ მაგათი სახელით განცხადებები იწერება ძმაო დედას გეფიცები რა ვიცი კაი, ხანდახან არის ხოლმე რაღაც დაჩიზე გაჩერება დიდხანს არ შეიძლება. აბა.
გრიგოლზე ისე გრიგოლს უფრო ეკუთოდა. ესა რა მინდოდა იცი? ეს კინტი და სკლინტი და რაღაცა და უბედურებაში რო ვართ მართლა რა ცოტა გულოს ხალხს გვიყვარს ხოლმე იუმორით შევხედოთ გაჭირებასაც და უბედურებასაც. კი ბატონო. იმიტომ რომ მოვედით აქამდე თორე იმ გაჭირებულ რეგიონში ცოტა ძალიან მართლა რთულია რა ესეც მძიმე მდგომარეობა და გურიაში კიდევ უფრო დამძიმებულია მაგრამ იცი რა არის რაღაცა მინდა რომ ხაზი გაუსვათ რომ რაღაცა კეთდება ამ ქვეყანაში რა მაგალითად წარმატებული ვოიაჟები რო შეხვედრები რო და ძალიან წარმატებული რა კობახიძეს მიქანაძეს ბოჭორიშვილს ბოლოს ნახე მაგალითად რომ ინდოეთში იყვნენ სხვათა შორის 45 წუთი გაგრძელებულა შეხვედრა 45 წუთი გაგრძელებულა შეხვედრა აი რა რომ 45 რაღაც რა უნდა გაიგო ზარი დაირეკა და ყველა გამოვიდა გარეთ დიდი შესონება ჰქონდა და მე ინდური ფასტფუდები შეგვიძლია ძალიან ბიჭო ფოტოდევს რომ გონია რომ თბილისის გენერალ გეგმაზე ლაპარაკობენ მართლა რაღაცა ნახაზე სინამდვილეში დელის განათებას განიხილავენ აი რა უნდა განიხილოთ და ფოტო ისეთია რომ რაღაცას განიხილავენ გონია რა და იქ დავწერე რაღაცა კომენტარი დავწერე ნერვები მომეშალა პაპუაშოს რაღაცა უდეს მიქანაძე სადღაც და კომენტარი დავწერე აი ეს ვიღაცა მიწა შენ მაგას ვერ გაიგებ თვითონ გაიგო მინდა რომ მოძებნო ის ტიპი რა გაიგო ან მართლაზე ლაპარაკობენ აი არ ვიცი ან მე მგონი რა არის რაღაც ის რო იყოს ანუ ვიღაცებს რო ხვდებიან რომ ეს ხალხმა ნახოს რა ხო რომ ისე კი არ არის მარტო იქ კი არ მიდის აქვე კი არ მიდის მე სხვათა შორის ნიუსი ვნახე თავრობის იმაზე რომ პაშინიანი მიესალმა კობახიძეს ანუ ეგეთი ნიუსებია რა მე ეგრე დიდი გამარჯობა პაშინიანი ყველას კი არ ესალმება ეგრე კი არ არის მიდი აბა მიესალმები ვერ მიესალმები პაშინიანი ახლოსაც ვერ მიხვალ პაშინიანთან ხო დაინა მე რაღაც ხო კეთდება საგარეო მიმართულები წარმატება ტაშკენტში წავი დელიში წავიდნენ ძმაო ვერ გავიგე მე ვეღარ ვაგრძელებ აღარ სადგინეს რაღაცა ხო კეთებაზე გამახსენე ერთი ისტორია რა ერთ-ერთი ჩვენი სტუმარი იყო რა და აი ანუ შოუში ერთ-ერთი პატარა ის მოყვა რა ანუ აი ოცნება რომ მოდიოდა რა ანუ ჭიის თავსახური არის მოხდილიო რა და რაღაცას ვაკეთებთო რა შეგნითო რა ანუ გაყვანილობა გადის რაღაცა ოღონდ ეს არის ამ სამსახურის უფროსი მთლად მთლად უფროსი ხო მიშაძოს ხო იცი მთლად უფროსი ვინც იყო ის ადგა ჭაჭდებოდა თუ ნატურა იწვებოდა ის ხო ყოფილიყო იქ და ვიღაცა ტიპი მოდისო რა ვაკეთ ჭიის თავსახური ახდილია და მუშაობს ტიპი და ეს თავზე ადგას უბრალოდ რა გამოიხეთ დახით ნაციონალემა ჭაღარ დატოვე გაკურებულიყო ჭაღარ და ვერ მიხვდიო ანუ რაღაცა ხომ უნდა ეთქვა ასფალტი ჭამეს რაღაც ჭამე ჭაღარ დატოვეს ანუ ისიც მოხადეს აი ხან ანუ ტარვალი ნაციონალემა აქ რა ასხი რძი არ არის ნუ გეშინია დალია ხო და აი რაღაც არ ლაპარაკობ ამათ გაკეთებულ საქმეებზე აი ხა ის რიჟვაძე რომელი ერთი ჩამოვთვალო ეს სათამაშოთაც აღარ ვარ გადააგდეთ ერთი აქეთ როდან ერთ მოვაშორო ეს კაცი აღარ მე რა არის მე რომ ცოდნა ყველა გავაკეთე მინივენის ეს რომ ცოდნოდა პატარა ადრეხმარ გავაკეთებდი და ზარალი განიცადე ხა რომ შენ ეს რაღაცა სხვათა შორის ეს თოჯინები ვინც გავაკეთე გიგოლს არ მოუწია მაგრამ რაღაცა 1 - 1 თოჯინა ამასაც გადავხედე რა ვიცი მას ახლა კანისტრას ვერ ამიწართვის ეს არ გვინდა ვიღაცამ გავა შეგიძლიათ რომ ჭამოთ იჭმება ხო იცი მაგრამ ვადაგასულია რისი არის გაკეთებული გააჩნია ნუ არ ვამბობთ მაგრამ იჭმება ოღონდ ეს ვადაგასულია და ამაზე მინდოდა კიდე რა ისა რა ქვია რიჟვაძის გაკეთებულ საქმეებზე არ შეგიძლია რომ თქვა რამე რიჟვაძე აი რა გახსენდება მე მაგალითად ძალიან მომწონს აი რიჟვაძიდან აი სერიოზულად აი სერიოზულად ლაპარაკობ იმიტომ რომ რიჟვაძის იდეა განახორციელეს დუბაიში თავიდან რიჟვაძის იდეა ეს კონძულები რაც იყო ეს რიჟვაძის იდეა იყო მოიპარეს იმათმა წაიღეს რახან ფული აქვს გააკეთეს ისე რაღაცა რომ ეს საერთოდ არ უხსენებიათ ეს არ უხსენებიათ ერთი ნახსენები არ არის ნუ რიჟვაძე რაღაცა არ არის ნახსენები არ დაუფასდა ამაგერო დუბაი მამით ფული იშოვა გაყიდეს ის კონძულები გახდნენ მილიარდელები გახდნენ და მადლობის თქმელიც არავინ არ არის ეცი ამითხარი აი ეს ხო ჩავიდა დუბაიში თავრობასთან ერთად ხო ჩავიდა და ეს თან ახალი არჩეულები იყვნენ ჭყალებში რა ახალი გაყალბებული და მიტაცებული ქონდა ჩვენ ძმაო ეხა 4 წელი კიდევ ვიქნებით რაღაცა ჩავიდნენ და ხელი ჩაარტყეს რომ 6 მილიარდი ინვესტიცია შემოვა თუ სადაც რა ეშველება იმას მგონი მაინც შემოვა კობახიძეს მოყვებოდა
რაც გემით მოდის დუბაიდან. ხო. ხოლმე დრო ხო ჭირდება 6 მილიარდს. ხო ნელ-ნელა მოდის. ეს რიშვაძე რო აღარა პრობლემა არ არის. არა მგონია. ეს ვიღაცა პოლისმაისტერი რო დანიშნეს იყოს ეს ტიპი. შეშლილი სახით რო იყურო. აი ძრო გინდოდეს ფული ჩადება ამ ტიპს რო შეხედავ იქ ფულია წონა ჩადო. ხო გავთ ეს ტიპი ხო გავს ნახე. ნაჯახ სახით რო იყურო. კი. არ მინდაც მოვა 6 მილიარდი რანაირად ჩავდო ამ ტიპთან. ხო ეს რაღაცა გოროზი ის აი ბიჭი იყო რაღაცა ხან ლექსი იყო და ხან რაღაცას იყო და მეო დარგის სპეციალისტია რომ მინდა იწყო რო კითხოს გახსოვს ეგ ჟურნალისტი მინდა იწყო მე ეგო დარგის სპეციალისტს კითხეთო ანუ მე არ ბეთოში არა ვარო ბუდი და შეჩ რუსები რო შემოიჭრენ საქართველოს და ჩვენ ტერიტორიები რო ოკუპირებული აქვს და ის უკრაინაში რო შეიჭრენ მაგას დარგის სპეციალისტობა რა თუნდა მაგრამ ეს ვერა რა რო იყო ისე მოიგზენ ეგრე შიშარა არა ეგრე მთავრდება ბოლოს ეგრე მთავრდება კაი ეს კუნძულების ამბავი სხვათა შორის რა კუნძულებს რა ეშელება ბათუმში არ ვიცი როგორ ის აშენებდა რა ვიცი მაკეტი გააკეთე ბიჭო რამდენადაც აშენებდა ტიპი იქ 6 მილიარდზე რაღაცა იქ კუნძულებს აშენებდა იქ ეგერ იმათვის რაღაც ამხელა იდეა მიუცია მაგრამ მაინც არ დაუფასეს არაფერი არ დაუფასეს ხო არაფერი არ დაუფასეს აექსი არა ვისაც კარგი უნდა ქვეყნისთვის იმას არ უფასები და მალევე სპობენ და რატო რამდენი ადამიანი ეს რამდენი სიკეთე გაკეთება შეიძლება ძალიან ბევრი სმა აი ვისაც დაუფასეს სხვათა შორის ის რა ქვია შენი უფროსი ჩემი უფროსი რომელი ნუ ახლა შენი რო დარჩენილიყავი ხო იქნებოდა იქ რუსთავი ორდია სალი ხო იუსტიციის მინისტრად ხო ხო დაუფასეს ძმაო დაუფასეს იწვალა კაცმა იქ სულ ფიქრობდი მაინც რომ ეს ასე დაუფასებელი რა თუ ფიქრობდი ეს ადამიანი როგორ არაფასებენ და აი თურმე იცი რას ფიქრობდი კიდე რომ არასდროს არ მჯეროდა რომ ამას პოლიტიკური ერფერი ქონდა მაინც დამოუკიდებელი ფიგურა სალია რუსთავი ეგ დავაწყოთ ძალიან დამოუკიდებელი ყველაფერი ეს ურთმელი რაღაცები რომ მოუგონეს ნაჯახი დედა რაღაცა კანონიერ პრობლემას დაუბრუნდა რუსთავი კანონიერ მე მაინც ესე ვფიქრობდი მიხვდები მიუხედავად იმისა მაინც ესე ვფიქრობდი და სალია იყო ამის გარანტი ანუ იმდენად დამოუკიდებელი პერსონა იყო და ჩამომენგრა ეს მითი დამენგრა აი დამენგრა იუსტიციის მინისტრთან ისე დამენგრა ყველაფერი დამენგრა რა გოშველება არ ვიცი მე მგონია რომ რა იცი ერთი რო დაუფასეს ეს რაღაცა მაგრამ სალე თავისათქმეს მაინც იტყვის რაღაცას მეძე ეს არ გეგონო შენ რომ მაგან თავისათქმელი არ თქვას ხომა წულუკიანის მე იუსტიციის მინისტრი სალია ვერ ვიღებ არა მაინც ისე იყო რომ ეს მარტო აი ამ ბუმბერაზი ადამიანის შემდეგ როგორ შეიძლება რომ სალიაზე სერიოზულად ვილაპარაკო ხოთეშოთ ეხა რო უყურებ რაღაცა ეს შექმნის კომისია და რაღაც კითხვებს არ სვავს თვითონ თითქოს ეს რა იმპრეზას ვეძახი რა სუბარუ იმპრეზას ვეძახი მას ის აქტიურობს და მას რა ქვია სოზარი და წულუკი ხო იმპრეზა თავარ დაგეკითხა უფრო აი მოდი შენ რომ მიდიხარ და სოზარი თვითონ აქ ჩახედავს აქ რაღაცა ვიღაცა რაღაც საბუთებს შემოუტანს რომ ესეც კითხე ისიც ხო უყურებს იმას ალბათ აბა რა ის და წინასწარ გაწერილი აქვს ვინ როგორ უნდა გატისკონ რა მისა აქვს რა ქვია ანუ უყურებ მაგიმებს ხო ანუ კი უყურებ და ბოლომდე ვერ უყურეს სიმართლე გითხრა აი სრული სიროძვა იმდენად ნერვი მომეშალა როცა გენერლებს კითხავდნენ რომ აი ავანტე კიდე ისე სხვათა შორის ერთი რამე აი მინდა რომ დაუჯერო რა აი მაგათ მინდა რომ დაუჯერო აი გენერლების თემაზე მარაზმი ძალიან ძიმია, მაგრამ აი მეორე ნაწილზე მინდა რომ დაუჯერო რა. აი ვიღაცა ტიპები ხო სხედან. ხო. და ლაპარაკობენ რა. რომ ბიზნესი წამართვეს. ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა. გადამიფორმა. მერე პროკურატურაში დამიბარეს. პროკურორმა მაწამა შავ ოთახში. მერე მოსამართლე ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები, იცი? მართლა ვიჭედები სად? აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან ხო? ფინანსურის ვიღაცა, ვინც გაშინებდა. ეხლა თანამდებობაზე. და მე პროკურორი დაწინაურებული კი არა და ვაფშე სად არის ეგ ხალხი? არის პროკურორი რომელმაც წაგართვა. ხო. სად არის პროკურორი? აი მე მაინდა სად არის პროკურორი? ბიჭო აი მოსამართლე ტიპა სამართლო გადაწყვეტილება გამოიტანეს და ეგ დაურეკა ადეიშუნო მოსამართლეს. ეგ მოსამართლე სად არის? ან ერთი აი მინდა რომ დაუჯერო. უყურებ გული იმას აკეთებს. ხო რა ვიცი მაჩვენე რა რომ ერთი მოსამართლე მაგალითად იძახის მე ციხეში მაწამებდნენ. და ის თანამშრომელი, ერთი თანამშრომელი მაჩვენე. ნუ გავიგე რომ ხა უყურე პრობლემა მესმის იყო, იმიტომ არჩევნებით რაღაცა გადააბარეს ხო ხელისუფლებას. აი იმიტომ აღარ არიან, გავიგეც, ყველაფერი გავიგე, რაღაცა მე მომწონდა, შეცვალიერად აფასებდი, შეცდომა იყო პრობლემა. ოკეი, ყველაფერი გავიგე. ოღონდ
ბიჭო, რომ მიყვები რაღაცა, სერიალს რომ მიყვები, რომ ვიღაცა მომკლა, ვიღაცა მაწამა. ერთი კაცი მაჩვენე იქვე დასჯილი რა. მართლა აი ამ კომისიას დედას გებწე ეგ ხაინდრავას ის არის რა წინასწარ გადიან ამ ტიპთან ხაინდრავასთან უწერენ ამ ტექსტს საზეპირო და მოდის ტიპი მერე და ვიღაცა კარგად ასრულებს უფრო კაი მსახიობია ვიღაცა კარგად ხო ზუსტად ეგრეა ხო აბა ეხა მართლა გჯერა რომ იქ რაღაცა კითხვა აი ქოცი უნდა იყო რომ გჯეროდეს რომ წულუკიანი იქ რაღაცას შეკითხვას მისცემს და იქ ზარი მისცემს და მერე ეს მოყვება როგორ ტარვალურად ექცეოდა ვიღაცა და ვინ ექცეოდა ბოდიშ და თქვი რა ის პროკურორი და ის მოსამართლე დაიჭირეს მოდან უშევჭამე 14 წელი თუ რა 15 წელია ხო ამოვიდა ყელში ეგეთი ტიპები უფრო მარტივი სამართავები არიან და ჭირდებათ რა ამოვიდა ყელში ან მე მასამართლებენ ისა ქვია მამალი ნაციონალები იყვნენ კიდე რა მინდა ის რა ქვია გურია მეთქი წერა ხო და გურიაში ეს ამდენი დღის წინ მოხდა ესეთი ფაქტი რა ჩოხატა ორელი ეს კაცი თან მიჭირს ამაზე ლაპარაკი რა ჩემი კუთხის კაცია ხო მაგრამ უნდა თქვა 300,000 ლარი ტიპი როგორი მომპარავები არიან მართლა სულ მაინტერესებს ხოლმე რა ხალხი აწერს ხელ 300,000 ლარი ნახევარი მილიარდი ვიღაცა ხო მილიარდებს იპარავენ ხო ვიღაცები ამ ჩოხატა ორში ისეთი კაცია რა და 300,000 ლარი გახარჯა რა 300,000 ლარის მოპარვა დააპირა ხო დაწერა ეს დოკუმენტი, დაწერა რა ვიღაცას დაწერა ეს დაუწერეს დოკუმენტი, რომ რაღაც 300,000 ლარი როგორ მოიპაროს. დაწერა და ხელი აქვს მოსაწერი. ხო, ხელი აქვს მოსაწერი. ბოლოში წერი ამ ხელმოწერის ბოლოში ანუ თელი ამ ისა და აქო შეიძლება ანუ განმარტებაა ბოლოში, რომ ანუ უნდა იყოსო კოლექტიური გადაწყვეტილება, ანუ ერთპიროვნულადო რა. მიიღოსო ხელმძღვანელმა ფირმა ის გადაწყვეტილება. განმარტებულია როგორ უნდა იყოს ქვემოთ ხელმოწერები, კოლექტიური თუ ერთპიროვნული. ამან ჩახედა კოლექტიური და ვიღაცებს ებაზრე არ მასწობს შეკერე იმას 300,000 და რაღაცა გავყო ეს არ აწყობს ეს კოლექტიური ეს ერთპიროვნული მოეწონა რაღაცა ერთპიროვნული ესე იგი მარტო შეული რაღაცა გააკეთო ხო და ფიქრობ რომ ალბათ მარტო მოაწერდა ხელს მაგრამ ხელის მოწერის მაგათ ხო ის რა გააკეთა რა ქნა ერთპიროვნულად ესე დაწერა სიტყვიერად ერთ თან ცალცალკე ერთპიროვნულად და წაიღო 300,000 ლარი. ნუ არ მიგვეწრო ამ ხელმოწერით და დატანდნენ. ის ვინ წაიკითხა და გადაამოწმა რევიზია ჩატარა იმათ რომ კაიაო. წაიღოს ეს 300,000 ლარი. არ ნახე ეგ ამბავი. რა არის ადრე რომ ვიღაცა პლუს ჩვენ გადავთ რომ აი ხელმოწერის მაგათ ვიღაცა პლუს რო დასვავ და ანუ ხო პლუსი დასმა იწის. მაგათ რაღაც ერთ პიროვნული. მან ჭხილები აკლია. ჭხილები უნდა მან. ყველაფერი გახსნა ჭხილი ერთ ტირე პიროვნული და დახურო ჭხილი. გრამატიკა არის მის. აი შენ რო გესმის იმიტომ გაქვს 300,000 ლარი. მიდიღა და უგზერი იმას არ ეზვის. რა დამდგმელი ამის ყურება ვასო. ისა დამდგმელი თან ტიპი არის აი ქვეყნის მაშინ 300 ლარი რომ ვიშოვო ორი კვირა უნდა ვიმუშაო. 300,000 ლარი და ერთ პიროვნული და წაიღო მიქონდა მაგრამ ვერ წაიღო თუ წაიღო. არა ვერ წაიღო. სულზე მიუსწარით. არა უნდა გაგეტანი. მაგრამ ესე ხო რა ეგეთი ტიპი რას უზავდა იმ 300 არ გაინტერესებდა. რაღაცა რაში გამოიყენება. აცხას მოუტან და ბაღნებს იქინია ხანი აცხაზიდან. გაყოფა არ უყარს როგორ ჩანდა კოლექტიური იქნებოდა. გაყოფა როგორც იქ დაწერდა ყველას კოლექტიური. ეგეთი მარტივი სამართავები არიან. ოიც რაღაც ხო კეთდება ეხლა და შენ ეხლა ხო თქვი რომ ის შენ გაკეთება შეუშალე ხელი ძმაო ეგ რო არ მიეცით ეგ 300. ნუ 300 ხო რაღაც ხო კეთდებოდა და ის ხო ფულს აკეთე ხო კეთდებოდა შეუშალე ხელი აცადე რა გააკეთოს თელი ოჯახი წევლის ალბათ ისა რა ქვია კიდე რა მაინტერესებს სახელი და გვარი ცნობილია ხო მაგდების თუ არა ერთპიროვნულად ქვია იმის იგი დაღარ მივდივარ ეხლა რო თქვი რომ ის რა ქვია ის დადისო ავტო მინივენითო ხო ოზურგეთის მერიც მინივენი დადის თალაკვაძის აბა მინივენი ოზურგეთის მერი მინივენი როგორ იყოს ისეთივე დიდებული როგორც ბათუმის კი მინივენი სხვათა შორის და ის ეკოლოგიურად სუბთა და რაღაც ნაკლები დაწვას და წარმოიდგინე ლაითურში რო ეძახიან ახლა მაგას რომ პრობლემა აქვს და ეგ რომ მინივენით მიდის სადაც სურებში რო გაფუჭდა რაღაცა ურალი რო ვერადის მაგრამ ეს მინივენით მიდის ჯიუტია რა ბაძავენ საერთოდ როგორ არის ხო შეფებს ბაძავენ ანუ ის რახან დადის მე ესეც ამით დადის ან რაღაცა რა მიმბაძველობის ამბავია მიმბაძველობის აი კალაძე ხო რაღაცა ჩაიცოს რაღაც ლაქშერი რაღაცა ხო იმის ქვემოთ მოადგილეები რაღაცა ცდილობენ რომ დაემზო ანუ ფსიქოლოგია ეგ ადამიანის რა რომ
ის ანუ ისინიც ემსგავსებიან რა ვიღაცა მაგალითად ნადირობას დაიწყებს ესეც იწყებს ნადირობას რომ იმიტომ რომ აწონებს ანუ შენიანი ვარ ამბობს ამით ხვდები და კაი ეგ იმათ და აი ნარუჯაში რო აპირებს მინივენით ასვლას ნეტა იქ ხალხს ასე უნება აი მინივენით რო ნარუჯაში ხედავენ ამ ტიპს ამოვედი ზმო ხო გეგონათ რომ აქ მარტო ურალი ამოდიოდა მინივენიც ამოდის რა მოვა ნაწილ თუავა ბიჭო საბურავი ხელში უნდა ეჭიროს საჭე ხელში უნდა ეჭიროს დარწმუნებული ნაყოფებიც არ იქნება მაგრამ ნუ ისეთია რა იპრანჭება და იმით დადის კაი, კიდე რა მინდოდა იცი ძალიან ძიმე სიტუაცია გვაქვს რაზე, ანუ დილას რო ჩართავ ნიუს რა, მართლა ეს ხო სკინტი, სკლინტი, ამდენი პრობლემა, ამდენი პოლიტპატიმარი რაღაცა და მართლა სიგიჟეში ვართ რა, ხანდახან ეხაც აი ჩვენ ეხა ისტერიულად ვიცინეთ, ანუ ისტერიული სიცილი გვაქვს, ეს ხო არ არის ნორმალი, ანუ ჩვენ მდგომარეობა ხო ადეკვატური არ არის. ჩავრთავ ტელევიზორს რა. და რას ვარ მთელი დღე რა ნიუსები მიდის, ანუ საქართველოს პრობლემებს კი აღარ განვიხილავთ, არა ძმაო. განვიხილავთ ტრამპმა რა თქვა. ობახიძე პასუხობს შაჰინს, რიშს. ბიჭო, წარმოგიდგენია მილიონი პრობლემა რუკას არ ვიცი, გლობუს დახედე და სიდი პატარა სადღაცაი, ვაფშე არავინ რო არა ვართ იქ ქვეყანაში ვართ და დილა იწყება ზარქუამ, რა თქვა, რიშზე, ამერიკა, ტრამპის რაღაცა როგორ ვერ ამარცხებს ტრამპი deep states კალაზის თემა. წარმოიდგინე ხო უამრავი პრობლემა, რა პრობლემა რა ეხა სამგორიდან იმამდე აქამდე მატარებლით მოვედი სამგორილო ხო იცი ახალი მატარებელი გააკეთა კახი. იმით კი მოვედი ეხა ეს პრობლემა კი მოაგვარა, მაგრამ ნახე deep state-ზე რო ლაპარაკობენ რა, რო ტრამპი ვერ ამარცხებს, აი ეს deep state. შენ როგორ წარმოგი რა არის? ადამიანი იჭმევა, ისმევა, ვინ არის? მე მგონი არის deep state ისეთ რა არის, ხო არის რაღაც განშტოებები, რაღაცა რელიგიაში რაღაც განშტოებები. თუ ეგენ მასონები არის. მასონებიც არ არიან. მასონებზე. მასონები ვინც შექმნა. ის არის deep state. Deep state. Deep state-ები მართავენ მაგას. ეგ არ უთხრა ბიზნეს. რატო? ეგ მასონებზე ძალიან ჩაციკლულია, ხო იცი? მასონები. ახლა და deep state, აი რა ძალიან მენერიულება სხვა თაჯი. და ზუსტად აი ადამიანის ფსიქოლოგია ზუსტად შესწავლილი აქვს. რაღაცა deep state ახლა რო გახვიდე და აქ ვიღაცას მეტროსთან გააჩევა და კითხო ვიღაც ჩაოლებრივი ტიპი რომელიც რაღაც მზესუბზირას ყიდის deep state იყურებს. ანუ რაღაცა შექმნეს ტრის ხატი რო deep state. აი ხო შეიძლება დაერქმათ რაღაცა ჯემალი მაგალითად ჯემალი იმისთვის გასაგები იყო რომ ვიღაცა ტიპია ჯემალი ეს deep state რაღაც ვერ გაიგო. deep state რაღაც ცოტა რასასწავია. ხო რასასწავია რა იმაში ვისაძგინა ანუ რაღაცა ორგანიზაცია რაღაცა რა დაწესებულება რომელიც არსად არ არის ბიტკოინია ერთგვარი და რომელიც არსად არ ჩანს მაგრამ ფულია ძმაო და ესეთი ასე ამაშევიან რა ხო და იცი რა არის მე რას დავაკვირდი იცი სხვათა შორის და მინდა რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რა ჩვენ გაგიკვირდება მაგრამ წარმოიდგინე რა რამხელა ის უწევთ რა ქვია ელებ ბრძოლა უწევთ ისა ვასო მოდი ჩვენ ხუმრობთ და შენ წარმოიდგინე ხა რომ ესენი როგორ წინააღმდეგობაში არიან თა რა ხალხთან რა deep state ბიჭო რომელიც ტრამპს ამარცხებს რუსეთ-უკრაინის ომს იწყებს იქ ირანში ისრაელში თემებს ალაგებს დაჩიფერაიას ვერაფერს ვერ უზავს ვერც აქცია ეს იცოდნენ რომ ვერაფერს ვერ უზავს და ჩემი კახის კალაძის განცხადება მოვისმინე იმ დღეს დამბურცგლა რა თქვა რაო ეხა თქვენ გონიათ რომ ჩვენ ვაქო deep state-ი რაღაცას და უარს ვიტყვითო სამშობლოზე ნო ესე თქვა არაო არ გამოვაო არაფერზეც უარსა ჩემ სამშობლოს დავიცავ მე ბოლომდე ვასავ ბოლო ამას უნდქვამდეო როგორ გინდა რომ არ დაუჭერო ეს კაცი არის პატრიოტი ამხელა deep state-ზე ომება ჩვენს გამო და ჩვენ დაფასებას არ გვინდა რა დავაფასოთ ეს ხალხი სანამ ყავს ხელისუფლებაში რომელიც ჩვენი სამშობლო ყავს რა შენ გონია რომ წავლენ როგორი მიამიტე არ არსებობს რას ქვია სული დაიყო ჩვენ სულ ვიქნებით ესეთი განცხადება რა ხალხია ბიჭო მაგრამ ხომ ნუ ანუ მივდივართ იქამდე რომ deep state-ი არის რა რაღაცა ისეთი საშიში ორგანიზაცია კი არა და მთელ მსოფლიოს მართავს დაჩიბერაია ზარქუა აქ კიცედ განა მასთან უძლური არის მაგრამ მას შემდეგ რაც ბიზნეს მოტეხარ ქები დაჭიმ მე იმის მერე უკვე დარწმუნებული ვარ რომ ის deep state-ს დაამარცხებს ხო მაგრამ ვიღაცებს ჯერათ იცი ხაბე როგორ ვიღაცებს არა ჯერათ ბევრს
აი გარი რა. ბევრ ჯერ აქვს და კალაძე იმის მაგივრად რომ ილაპარაკოს დედაქალაქის პრობლემებზე, გამოდის და ლაპარაკობს რიშზე და ვინ გეკითხება წადიწმო საქმის მიხედვით პრობლემა. გადატანა არის რა, რაღაც. მართლა ეგრეა რა, მთელი დღე ლაპარაკობენ ბიჭო იმაზე ამერიკულ გეოპოლიტიკას განიხილავენ და აგერ იმაში რა ქვია დედაქალაქში 40,000 ადამიანი დადის უფალ სასადილოში ლარდა 50 თეთრად კვებავენ. მართლა რა სიგიჟეებზე? სიგიჟია რა, მაგრამ აი ნახე რაღაცა არარეალური სამყარო შექმნეს. ვაცხოვრებენ, გვალაპარაკებენ და განხილვაც ეგეთ თემების მიდის რა, სკინტის, კლინტის, არ ძედალია, რა ჭამეთ არ ვარგა, რა ვიზა. აგების თემა ზუსტად როგორც რუსეთშია მართლობა, აი მაგალითად ORT-ზე რავი, რამდენი წელია ORT არ გადამირთავს, ზუსტად ანალოგი რაც იყო, რაც მახსოვს, ზუსტად იგივეა, რომ ის თემები გადაფარო რაღაცით. ხო. ოღონდ კალაძეს არ კითხო ეხა რომ ესე იგი 40,000 სოციალ დაუცველი რო ყავს რა. ხო. და ლარდა 40 თეთრად რო აჭმევს და მარტო პოლი ვარგა იქ ხო საჭმელი არ ვარ. ან გამოდის ან 30 ცენტი გამოდის ხო? ხო აი რა ვიცი და მაგით ჭამდა, მაგით ადამიანი ერთი დღის ულუფას იღებს და მთელი დღე უნდა ეყოს, უნდა იცხოვროს რა, იმიტომ რომ ის 40,000 იდენტიფიცირებულია რომ იმდენად გაჭირებულია რომ საჭმლის ფული არ აქვს და იმიტომ ჩაწერილია იქ რიგში დგას რაღაცა და აი ლარდა 40 თუ ლარდა 50 თეთრად რა უნდა აჭამო? არაფერი. და ამაზე ეხა კითხო რო დაუსვა, ამას არ ურჩევნი რომ რიში განიხილოს. ეძახოს რომ თაღლეთია და deep state დავამარცხო და მე როგორც პატრიოტი ქართველი. ხო, აი მაგალითად კიდე სხვათა შორის ეხა კალაძეზე რომ მიდიოდი ეგრევე სერიოზულდები ხოლმე რა. და ისო ჩამოიგრა კალაძეზე ვერ ხო. სანაპირო ჩამოწყდა ნახე? გუშინ მოვიდა. არა, ეგ თვითონ უკნიათ. თვითონ ჩამოანგრიე? არა, იცი ეგრეთ თქვის. რატო? არ ნახე. ჩამონგრეული ვნახე კი? ხომ სამუშაოები მიდისო. რეაბილიტაციაა просто უბრალოდ. არ ნახე ეგა? ეგ არ მინახავს. ო, ის ვარკეთილის ჭერიც კი არ ჩამოვარდნილა იქ მეტროში. ჩამოიქცა. ჩამოიღეს ცოტა ხა დროები. არის ჩამოვიგეთ, გავარემონტებ და ისე. ვერ გავიგე რა იყო ეხა გარემონტდება რა. ეხა რა ვერ გავიგე. რა გეჩქარება? 6 წელი აკეთებენო, ხო იცი? აუ ეგ მაგას უდის გააკეთებ. რანდი იქნება საშინელი საცოლე. იგანახე. მთელი ქალაქი ცარიელია და მაგადგილას მიდიხარ და უკვე საცობია. ანჩენი ყველგან ისე დადიხარ ჩეულებრივ. თავისუფლად გადაადგილდები კაცო. იმიტომ რომ ეხს ხომ მოსპო კალაძე მე საცობები და ისინი დაამარცხა. იმიტომ რომ მაგას ჰქონდა მარშალ გელოვანზე ესტაკადები რაღაცეები. მეტროები ხო გაიყვანა მაგან რა? კი. ის ლილოს სამგორის მეტრო. ეხა მე რითაც დავდივარ აქ. ეგ. იქიდან მოდიხარ პირდაპირ. ის რო ქონდა კიდე მეტრო. თუ ჩამოხვიდოდი და რო ჩაждდებოდი მეტროში, მატარებელში პროსტო და პირდაპირ. აეროპორტიდან იქნებოდი. არ გიმგზავრია? კი, როგორ არა კაცო. ხო, დადიხარ ხოლმე. კი, აბა რა. კი, ჩაოლებრად მიდიხარ და ცენტში მოგიყვანს ეგრევე. ნახევარ საათში ერთხელ დადის. ერთხელ გამასწრო მაგ მატარებელმა და გავაჩერე ელექტრომობილი. ქუთაისის ქუთაისში აწყობილი. აი, ხა. მაგარი რაღაცა. მისცი რა ისეთი ქუთაისზე მაგარი რაღაც უნდა გითხრა რა. ჩემები რო გაიზდებიან ბავშვები, ხო? ეს უნივერსიტეტი რო გაიხსნა, ხო იცი? ხო, ქუთაისში. ხო. იქ მინდა რომ ჩავაბარებიო, რა ვიცი, თუ ბიძინა აქებს. ხო, თვითონ აქებს. ესე იგი всё, ეს არის. ან კაია. მაგარი უნდა გაგახსენო რა, სპეციალურად ამოვიდა სხვათა შორის ახლა ელექტრომობილების თემაზე იქ მინივენზე და იმაზე ეს ელექტრომობილებთან დაკავშირებით კიდე რაღაცა მინდოდა, მაგრამ ამ ძებნის დროს ესეთი რამე ვნახე რა, news გადავაწყდი. ხო. თვითონ news-ი. არის ანეკდოტი, ხა მოგიყვები. 2019 წელია. 2019 წელია და news-ი არის ეგეთი. ქუთაისში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა. ტირე. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ვინ მამუკა? გახსოვს ეს კაცი? მაგან ააშენა ძმაო ეგ და წავიდა. მამუკა ბახტაძე. სადა? მამუკა ბახტაძე. მიდა მოთხოვე ხა? სად წავიდა ეგ მამუკა? არ ვიცი, ეს news რო არ მენახა საერთოდ არ ახალგაზრდა ბიჭი იყო მახსოვს. პატარა ბიჭი იყო რაღაცა. გოროზი რაღაც ის. დადგებოდა რაღაცა იყო. პრემიერ-მინისტრი როლში იყო. გამოგადგებოდა, წარმოიდგინე ბიჭო, მსახიობი ხო ჭირს. როგორია ხა რა, მსახიობი იპოვო ძმაო და როლში შეიყვანა. საერთულია. კაც პრემიერ-მინისტრი თამაშობდა. არ თამაშია ეგ. კარგად ვერ ითამაშა. ჩაანაცვლეს, ხვდები? შეიძლება კარგად თამაშობდა და იმიტომ ჩაანაცვლეს. ეგეც შეიძლება. ბიზნეს ხო იცი? ცოტა თუ ძალიან კარგად პერეიგროკა თუ. აი რუსულად უკვე პერეიგროკა. გადაიწვა ის. სპორტზე გაუშვა. ისე წარმოიდგინე რა მაგარი. აი დილით იღვიძებს, დილით რა რომელზე იღვიძებს? არა, ალბათ ძალიან ადრე იღვიძებს.
მაგას რა აფიცებს, კაი. ანუ ვიღაცას მამალი ბანკის ზღი. ბანკის მესიჯი რომ 20 რიცხვი მოვიდა გადასახდელი მაქვს. ანუ ეკე ნერვიულობს და მაგდեմ. მე რაზე მაშვები ხომ ხაბე იცი. შენ ახლა მოიცოდი. მე გააგზავნე. შენ ახლა ბანკის ზღი ხომ მოგდის? ხო აბა. ხო და შენ ახლა დასწრე ხარ. ხო და ნახე აგონე რომ ერთი ბანკის რამდენიმე სიგაძო? ყველა გძარცვავს? უბრალოდ როგორი თემა არის, ბევრი ბანკის ხომ მქონდა, ამ ბანკირება იმსჯელეს. ხო, და გაერთიანეს. მოდი გავაერთიანოთ. ერთიანად ახაც ხო და არ გეგონოთ. არ გეგონოთ. ბაზო მეგობრებო, რომელიმე კონკრეტ ყველა სვალი მაქვს. აგათი და მაგრამ არაფასებ, მანდაც არაფასებ. ბიზნეს ბანკში კარტაც აღარ აქვს. და ბანკიდან მესიჯი მოდის რომ გაგიუქთათ. ბარათი გაგიუქთა, ანგარიში გაგიუქთა. დააფასე ვალი რო გაქვს. და მიდიხარ, ასე ვიყურებ, კაცო, დააფასე რომ ვალი გაქვს. TBC-ს. კაი, ეხლა მოგივიდეს SMS-ი რომ Mastercard-ი არა გაქვს. მილიარდი გაგეყინა ძმაო. არაფერი. კაცის ქონება გერ 60-50 მილიონით მოიკლო. მართალი ხარ. ხო და სანერულოს მეტი მაგას რა აქვს. ეგ აღვიძებს, ეგ ხმა აღვიძებს. ტუნგ მოდის SMS-ი. რომ ეს ბრიტანეთთან მოვიდა რომ გაუქმებულია. ანუ ესეთ მოდი არ ვიტყვი რომელი ბანკი თუ დაიფიცე როგორც კი. თქვი კაცო ნებისმიერ. აპლიკაცია ხო არის? ჩვენთან მოსულა ნებისმიერ ბანკში. აპლიკაციას ხო გახსნი. აპლიკაციას ხო გახსნი და იქ არის ესეთი წრე, ვისაც გაქვთ ეს TBC თუ საქართველო? TBC. TBC. წრე არის ესეთი, ანუ ხარჯები არის, წითელი, რაღაც შემოსავალი არის, რაღაცა, კალი კეთდება. ანუ ამ კალს რო შეხედავ, მე შემიძლია გაჩვენოთ ეს ჩემი რკალი. ანუ სულ წითელში ვარ. ანუ ვიღაცა ხო უყურებს რომ აი ეს რაღაც შემოსავალი რაღაცა პატარა არანათებს პატარა აი ესეთი წითელი შარავანდები და ეს ხო ნახეთ თქვენი რაღაცა დავაგდე და არ გასულა 10 წუთი მირეკავენ უყურებ რაღაც ეწერება ბანკიდან მირეკავენ ჩავრთე და ავტომატი პასუხობს თქვენ დაგიმტკიცდათ 20%-იანი რაღაცა სამოხმარებლო სესხი. ხო, მანდაც გაწყვებენ 20-იანი. ანუ მიდიხარ 20-იანია. ალბათ, ანუ კონტროლკას გიკეთებს რა. ანუ ეტყობა რა ვიცი. წითელი არ ეკო. გავხსენით, მიხვდნენ რომ იქ გავხსენი და დაადაბივეს რა. ანუ ტიპი რო დაეცემა თავში რო ეს ახლა ეგ არის რა. კონტროლკა დამიკეთეს. ანალიტიკას აღარ გიკეთებს ანუ. არა, იგეუნები და პირო არაფერი გეშველება. ანალიტიკაში წერი ეგრე. ხო არის რა ბანკი ანალიტიკას გიკეთებს და შემოსავალი ამდენი ქონა გასავალი. ხო, ეგ არის ზუსტად ეგ რკალი. მე წავშალე ეგ აპლიკაცია. აი მითხარ ეს მოწავშალი. ნერვი აღარ მოგიშლება. ვინმე მე გადაესხოს თუ აპლიკაცია არა მაგ. არა. ბანკომატი შორია. და ბიზნეს კიდე ენატრება. ენატრება ეს ვალიც ენატრება. ეს აპლიკაციას ენატრება. ეგრე არ არის. დილით რო იღვიძებ წარ. რა არის იქ კარგი არის ბევრი ფული რა თქმა უნდა ყველაფერი რო გაქვს, მაგრამ ამხელა მინუსი აქვს წარმოიდგინე. ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა რომ აი რაღაცა გინდა რა, რაღაცას მიაღწიო მიზანი ხო აქვს ცხოვრებაში. აი ეს მინდა. ტიპი იღვიძებს. დილით ყველაფერი აქვს. რამხელა ანუ რა ვქნა დღეს? რამხელა პრობლემაა ეგ ყველაფერი რო გაქვს. აი ყველაფერი აქვს ტიპს, რაც უნდა დედამიწის ზურგზე, ყველაფერი აქვს. ეგეც ძალიან ცუდია. და გადარჩენილები ვართ ჩვენ ყველა. ხო. რომ მაგის საშუალება არ გვაქვს. ხო, რომ ყველაფერი არა გვაქვს. ყველაფერი არა გვაქვს. და არაფასებ გეუნები, რაღაც ხო კეთდება რა. დააფასე რა. წარმოიდგინე, შენ ვალებზე წუწუნებ და კაც ბანკში მისასვლელიც არა აქვს. რა ქნას? არაფერი. ხო იცი მაგარ რომ მოყვა. ბიზნესი მაგარი რაღაცა გააძრო. ოღონდ ეკაცი ხო სულ ამბობდა ხოლმე სიმართლეს. ანუ არა ის კი არა, მაგ დაჟი არ გვატყუებდა რა. ანუ ნახე რა სწყვებოდა. ეგეთი რამე მოყვა რომ მე შევისწავლეო ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტიო. ხო. ეს ბერიძეს და დაჟდა მაშინ თქვა. ანუ მე რა შევისწავლეო ნახე ადამიანს რო შეაო იმის იქითოს აღარ ფიქრობსო. ანუ ეგ ყველას მოგაშიებთო რა რომ იმის იქითო საერთოდ აღარ ფიქრო. და მეორე რაღაცა თემებს ხო შეეხო იქ გლობალურ თემებს რო ეხება და რაღაცებს რო იგონებს და მე რო ავიწყდება ეგ ცალკე ამბავია და თქვა ეგეთ რაღაც იუსტიციის სახლებზე. რა თქვი ეს იუსტიციის სახლიო? აი და ინახე თუ ადამიანებს როგორ აუბედურებენო? წამოვიდა ადამიანი სოფლიდან. მოყვა? არის არსებობს. წამოვიდა ადამიანი სოფლიდანო. და ჩამოვიდა იუსტიციის სახლშიო. მივიდა და 3 წუთში გააკეთა პირადობაო. ჩვენ დღე გააკეთოსო მერეო. გაუბედურდა ადამიანი. გაუბედურდა, იმიტომ საქმე აღარ აქვს, რა გააკეთოს.
ეხლა წარმოიდგინეო, ჩამოდის და საქმე აქვს მთელი დღე. მთელი დღე წვალი იქ ვიღაცას იპოვის, არ იპოვის, მიცემს და და ერთი დღე გავიდა მე, ორი დღე დოკუმენტს ელოდება, სამი საქმე აქვს. ჩვეულებრივი სეთური, აი, კოლბოდურდა ადამიანი. დღითი დღე ვწმუნდები რაში იცი რომ აი 1000-ში არის აი როგორც უნივერსალური ნაწარმოები რა. ყოველ დღე, აი ჩვენ რეალობაში აწყდები იქიდან რაღაცა მომენტს, რაღაცა ფრაზას, სოათაშორის ძალიან იშვიათია, როცა ნაწარმოებს ფილმი ესე ახლოს, ანუ ერთად როგორც არის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ სახელობიც მიყვარს, ვინც იქ თამაშობს. და მეორეც რომ ნაწარმოები ძალიან ახლოს არის, ანუ უბრალოდ ფილმი ძალიან ახლოს არის ნაწარმოებს იქთან. ხო. და აი ხა რაც შენ თქვი, ხო, ზუსტად სეთურია რა. ზუსტად არის სეთური. რო ათხრევინებს იქ რო იმის იქ. რო იმედი აქვს ადამიანს. ზუსტად არის იგივე რა. ევროპაზეც ხო თქო. ხო იცი ეგეც რომ ევროპაში მაშინ გავუბედურდითო. ევროპაში რო წავიდნენ საზღვრები რო გაიხსნაო. რომ იქ ნახეს კაი ცხოვრება ადამიანი მოუნდათო. ზუსტად ეგ არის. ჯიგარია ბიჭო, ბავშვი ყოლებს ლაბორაკოს ეგ. თან ამბობს რა, ხო არ გონია არა, ამბობს რასაც ფიქრობს. ყველაზე ერთი ინტერვიუ მომეწონა მე რომ ლაპარაკობს ოპოზიციაზე რა. ხო. რატო ურთხამენო თავს ამ კედელსო ვერ გავიგეო. აი ესეო პირდაპირ თავით ეხეთქებიანო. მაინც არაფერი გამოვა. არ გაქვს ეგ ინტერვიუ მოსმენელი. არა, ეგ არ მახსოვს. ხო, იმეძი იჯდა და ყვებოდა. მაინც რო გიყურებინა, ხო აღარ მივარტყავდით იმ თავს. გარი, კაცმა თქვა. გეუნება. კაცმა თქვა. რა თქვა იცი? ერთი როგორ არ მოიძებნე, ესე თქვა. ერთი როგორ არ მოიძებნე ვინმე კაცი რომ დაждესო მანდო. და ანალიზი გაუკეთოს მაგათო, რომ აზრი არა აქვს. არა, მაინც მევიქნებიო და. ისე ალალი ყოფილა. ალალი და მართალი ყოფილა. არ დავაფასეთ ეს ალალ მართალი კაცი. არ დავაფასეთ. ცისნიერი კაცი. ეს რომ ის მიყვარს რა ესე. მოტრიალდები და გადმოაგდო ბიზინაო რო იძახეს. მაგარია. გადმოაგდო ბიზინე. დაცემულიყო. კაი. კიდე ერთი ისეთი დადებითი ინფორმაცია უნდა მოგაწოდო რა. აბა, გამოუშვი. იერებს არ აღიარებ შენ, მაგრამ სახსტატმა ოფიციალური მონაცემებით გამოაქვეყნა, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში მოემზადე. საშუალო ხელფასი მინიმალური და რაღაც არა, საშუალო, ანუ საშუალო ადამიანები გაიზარდა და გახდა 2017 ლარი. ანუ საშუალო ხელფასი ლენე 2017 ლარი. შეიძლება მიჩივლო? აუცილებლად შემდეგ 2017 საშუალო. და 2017 ეთქვა რომ 2025. იცი რა არის? ეს პროცესი არის იმდენად შეუჩერებელი და შეუქცევადია, რომ მე მეშინია, რომ აი როგორ გავყვეთ ამ წარმატებას. აი ვერა მე ვერ დავხარჯავ მაგდე სიმართლე. ხა მე ყოველთვის ბოლოს რო დამეწყოს 2017 ლარი. ხო. კაი, 17 ლარს დავხარჯავ. დაუშვი. 2000 რა გინდა რო? 2000 რა გავაკეთე 2000 ლარი. და ესე თუ გავაგრძელებ ჩვენ, შენ წარმოგიდგენია ესე გაგრძელების შემთხვევაში, სადამდე მივალთ? არა, ძმა, თავში აგვივარდება. ყველა ქართველს 2017 ლარი ასამბლო. საშუალო. წარმოგიდგენია ხა, ვიტოს 2017 ლარი გქონდეს ხელფასი. 2017 ლარი. ვიტოს 2017 ლარი ბოირსი და ხა აყურებ და წაწი შენი პოდკასტი. და ახლავე მივდივარ. შენ პოდკასტი. მოდი, ჯერარ დაურიცხიათ. მოდი. ვიტო ტყუილია, ვიტო. არენდო ზაქსტას და ბიზნეს. ჯერათ ეხა. 2017 ლარი საშუალო ხელფასი. ეგრეა რამდენი ხა 300 რაღაცაა ხო თუ 400? 400-ია. 400-ია ხო? მიფრინოს სპეციალს მიფრინოს. ვერ მეწევი და შეუქცევადი ბრო. ეს წარმატება შეუქცევადია. ის ხო ის როგორ თვლიანი, ხელფასს როგორ თვლიანი, იცი? ხო. აი როგორ თვლიანი. ლენე, გინდა გითხრა როგორ თვლიანი. შენ რამდენი ფული ქონია? ო ეს რა ვფიქრო? არ უნდა მეთქვა. თამბატონო, მე არ შევშ. ლაპარაკმა მოიტანა, ეს თქვენი შვილი კი არის აქ მაშინ მე არ შევშ. ნახე, როგორ თვლიან რა? ხელფასს როგორ თვლიან. დავით ქონია ისე კიდანი ძახე. დემოს გონია რომ 2017 ზაგო. და მე რას თხოვს ამ გზის ფულს? მაგრამ გზის ფულს არ თხოვს კაცო, აქ ჩვენ სტუდიამდე იმით მოდის სამგორის მეტროდან ლილომდე მატარებელი რო გააკეთე. ელექტრომობილიც არის, დამიჯერე. მე აი ელექტრომობილით რომ უნდა აკრიფოს რა და რო ამბობდით თავში ის რომ ნაკლები დაიწოს, მე ბაბუნა ეგრე უკრიფავს. მეტროები. მინივენით, ელექტრომინივენი. შე ბაბუნას ხელფასი არის. ბაბუნა? ჩვენი კარგი, ჩვენი მეგობარი. ძალიან ბევრი აქვს, უბრალოდ ვეღარ ვილაპარაკე.
ბაბუნ არ გეწყინოს, 2017 ლარი უნდა გქონდეს საშუალოდ და მოთხოვე ვისაც მოსათხოვია. და ბენზინიც შენდა ჩაუსხა. დიდი ბუნტი იწყებს. ყველა დონეზე. მეგონი ავრიეთ ყველა. მაგ ხელფას როგორ თვლიან, იცი? არ ვიცი. როგორ ითვლება? როგორ ითვლება ხე? აი, ლენეს ხო აქ 800. აა, მივხვდი როგორ არის, ყურე? ნაღდი მეთოდი რა არის? აი ნაღდი მეთოდზე, ნაღდი შეიძლება ეგრეს თვლიან, მაგრამ ნაღდი მეთოდი რა, რაც გვეუბნები როგორ თვლიან. ლენეს აქ 800 ლარი ხელფასი. მაპატია 800 ლარი აქ ხელფასი ლენეს. და პირობითად. პირობითად ხო? ნუ ნამდვილად ეგრეა 800. ძალიან არ იყოს. პირობითად დავუშვათ X აქ რა ხო ლენეს დავანებო თავის სადა ხელფასი ისე მუშაობს ბებოს უარეგონოს ბევრი და დავით საგანელიძეს მაგალითად ან დავით საგანელიძეს აქ 25000 ლარი ხელფასი ამას აქ აი 1000 ლარი თქვა რა და საქსტატი ვარ როგორ დავთვლი ხა საშუალო ხელფასი 25000 მიუმატე ამის 1000 ლარი გახდა 26000 ლარი გავყავი და 13000 ლარი საშუალო ხელფასი თქვენი კარგი მე უკვე კარგად დავთვლი. რანაირად? მე როგორ დავთვლი, იცი? ხო აქ იმას 25000. ხო. დაუმატებდი ამის 1000-საც. ხო. და ექნებოდა 26000. და დამთავრდებოდა ისე. მორჩა, რა რაღაცა უნდა ხელ ბები ახელი სარა დამთავრდება. მართალი ხარ ესე რა. რა ნუღა გაყოფთ ამას. ნუღა დაამატეთ ამ იმას აქ. რას უყობთ კაცო პირდა აქ ხელფასი დაუწერეთ. სტატისტიკა ფუჭდება ამით. ლენე, ვიტო, ბაბუნო ესენი ყველა სტატისტიკას აფუჭებს რო ვაგულდება. მართალი. თორე ქვეყანა ხო იგი 2017 ლარი კი არ იქნებოდა. ესენი სტატისტიკას არ აფუჭებდა. იქნებოდა 5000 ლარი საშუალო ხელფასი. ეს სტატისტიკის სამსახური ხო ხელფასებს იღებს ამაში ჩვეულებრივად ხო? საქსტატი ხო იღებს ამაში. როგორ არ იღებს? მეტა რამდენი თანამშრომელი იყოს ან მაინტერესებს. აი უფროსი ვინ არის მაგას? მოსაკითხია. ისე საინტერესო და მაგას რო იქნება 800 ლარი. როთლიზო საშუალო ხელფასი 2017 ლარი და 800 ლარი. მაგარი საინტერესო სამსახური იქნება რა. რებს ითვლი რა. სისულელეებს. რაღაც. აი მთელი დღე რასაკეთებენ დილის 10-დან საღამოს 6-მდე ითვლიან. რაღაცა ეგეც აკეთებენ. როგორ რაღაცებს ითვლიან? გეტყვი ხა მაგალითად. რა ხონდა შე როგორც დათვალე წეღან. ხო, როგორ შევა ეს რა? ექსპორტირებო იმპორტი გაიზარდა ვიცი? რაღაცა დათვალეს რომ იმპორტი გაიზარდაო რა. რაღაცა ბევრი მინე და იმპორტი და ბიჭო რა გიფიქრობ რომ ესენი მაინც ხო რაღაცად დათვლიდნენ და რანაირად შეიძლება რომ იმპორტი რაღაცა თურმე რა მოხდა ბიჭო? იმპორტი როგორ გაიზარდა? ხო. ბიზნესამ თავის ნახატები შემოიტანა საქართველოში. მართლა ოღონდ თავის რაღაცა ქონებები რაღაცები შემოიტანა საქართველოში. ეს ხო შეფასებულია რაღაცა მილიონ ათეულობით მილიონ დოლარად. და ნუ იმპორტირებული რაღაცა შემოვიდა რა იმპორტი. მაგრამ გადაობა რა არის? ეხო გაზაფხულზე კანონი მიიღეს. კი. და არ დაიბეგრა. ბიუჯეტი. ანუ მიხდი ხო იმპორტი გაიზარდა რაღაცა და სტატისტიკას გაჩვენებენ ძმაო გაიზარდა. თქვენ იძახითო ქვეყანა როგორ ჩამოიგს აგერ ბიზნესამ შემოძდა თავის ქონება უფასოდ. და მე რო რაღაცას მაგრამ სტატისტიკა ეგ არის. გამოვიწერ რაღაცა და ტემუდან რო გამოვიწერ რაღაცა იმას აქვია იარაღის ჩასადებს ან სათებზაო რაღაცა და გადავწდები 300 ლარით გამბაჟება უნდა გადავიხადო. უნდა გადაიხადოს მაგრამ ვერ გავიგე. წილი უნდა გადაიხადოს. აბა როგორ გინდა ძმა. აბა ეს ყველა კი არ შემოზიდა იმან უფასოდ. იმისასაც შენ გახსოვინება. აი ხო ნუ წარმოიდგინე და არა ნახე ეგეთი არა საქსტატიო თუ რაღაცა ეგრეთ თვლიან რა. ბიზნესამ შემოიტანა პირობითად 9 მილიარდის ქონება. აიზარდა ძმაო იმპორტირებული საქონელია ყველა რაც შემოვიდა საქართველოს შემოვიდა გამბაჟდა უცხოეთიდან ანუ იმპორტია. და ლარი არ გადაუხდია ბიზნეს ჯიგარი. ამაშია საქმე რაღაცო კეთდება რა. ჭკვიანი კაცი ყოფილი ეხლა რო უკვირდები რაც ვილაპარაკეთ ძალიან ჭკვიანი კაცი ყოფილი. აბა რა არის? ხურ გადავიდეთ. ის არის ფესვების მუსიკა დაადეთ ეხა ამ. ხაბე ჩვენ გადასვლის დრო გამოგვება. ესე დაღონება. აღარ შევილია. ამ დროს ის ჩემი თიბის მაგის წითელი შარამანდები. აი აქ დამადეთ ძალიან გთხოვთ რა მემონტაჟეს ხო რა ეს შარამანდები და ეს. არის ზეულოთ გა. იქნებ მაინც დაფიქრდეს. ბატონო ზეგეთ რაღაცები ამართლებს ხო იცი? ეკრანერ ველაპარაკები რაღაცებს წარმოშები რომ მიყიდე. შენ გაყიდული მეორე გინახავს. კი. რაღაცა ხავს? აი ყველაზე მაგარი. აი რას შვები ხომ იცი? ხო ეხლა სამსახურში ხო სულ ესე თემებია სულ
ასე ვთქვათ, ხუმრობ და ამაზეა ჩვენი სამსახური აგებული და ბიძინა წარმოვიდნენ როგორ იცი, აი ცოტა ისე შედარება, მაგრამ იუმორისტულად ნუ შევხედოთ რა თქმა უნდა. ბიძინა შედის სტრიპტის კლუბში წარმოვიდგინე რა. სტრიპტის კლუბში შედის და ეს ტიპები რა, ცეკვავენ რა, ვიღაცა ტიპები, ვიღაცა პოლიტიკოსები, ვინც რაღაცა ეს უყურებს რა. ეს ეკავს. იცვლება რა ეს ტიპები რა, ეს კარგად ცეკვავს, ეს კარგად ცეკვავს, ანუ ას ზრდიან რა, ვის უფრო მეტ შეთავაზებს. და გრიგოლს რა დაემართა მაშინ? იმიტომ რომ ეგ არ დადიოდა ცეკვაზე. გრიგოლმა ნახე სად გაასხა. დადიოდა. სად გაუსხია გრიგოლს? მაგაზე კი არ ეს დაჩიბერაია ცეკვავს. მაგას ბოძი მოუტყდა. მაგ ლოგიკით დაჩი ცეკვავს მო. უფრასამო. დაჟე გახლოსაც მიდის და უკუჭებს. ახლოსაც მიდის ეს პოზიციის ჩაუ. დაჩი ცეკვავს მო. ესე რა მაგარი კადრია წარმოვიდგინე, ბიძინა ზის და კამანდა ცეკვავს რა სტრიპის კლუბიდან ისე. აიმე, კაი, ერთ გაკეთებულ საქმეზეც უნდა თქვა რა. ნახე, რამდენად მოგიყევი რომ ხელფასი გაიზარდა წინ მიდის. მე ყოველდღიური შენთან რამდენი რაღაცა ხწოდნია. და სულ სხვანაირად დაგანახე სამყარო. ბიძინა შუღლიც დავთესეთ იქ ბებიას და შვილიშვილის შორის. ხო, ეს პრობლემა რაღაც პლისენი არის. ეხლა რა მინდა რომ გითხრა. აი, ეს მაინც აღიარე რა. ოსო. ეს ერთი საკითხი მაინც აღიარე. იმიტომ რომ ვიცი რომ ეს საკითხი ისეთი საკითხია რომელიც ძალიან განერვიულებდა სხვათა შორის ჩვენ რაღაცა ქონია პირადად განერვიულებდა იმიტომ რომ პრობლემა იდგა ამის სერიოზული რა აი კასპში რო კაცები ქორწინდებოდნენ ხო იცი ეს რომ სტატისტიკა რო იყო ესე იგი ხო რომ კაცები ერთმანეთთან ესე იგი ქორწინდებიან და ეს კასპელი ხალხი აღშფოთდა რომ ეს ამდენი კაცის ქორწინება კასპში ესე იგი დაუმატებიათ საქორწინო სახლები ისინი ესე და სულ კაცები ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე და აღელვებული იყო მოსახლეობა რომ ესა და სხვათა შორის დაპირდა ნახე შენ ხო იცი რომ დაპირდა ბიძინა ივანიშვილი რა თანახმახარ თუ არა ბატონო რაღაც პირობითად დათო მოსპეს დათოს ცოლად შეერთოთ ვიღაცა ვახო თანახმახართ მო აი ეს პასუხობე მანა აიცი რა ვეღარ პასუხობენ ამოიძირკვა მამის თქმა მინდოდა რაღაც უკეთდება მოსპო კასპში ბოლოს ეხლა ვნახე ბოლო 6 თვის სტატისტიკა არც ერთი კაცი არ დაქორწინებულა კაცზე მე ეს ქალებს აღარ ქორწინებია მაგრამ მე ეს კარგია ცუდია ხო რა იქნა ამხელა საფრთხე აგვარიდა ხო არა იცი რა არის თქვენ ეს ლიბერალები ამაზე ღადაობთ რა და რეალობაში რამხელა საფრთხე იყო კასპში ნუ ეს კაცების ქორწინება ერთმანეთთან ეს ოღრაში კაცების ერთმანეთთან ქორწინება და აი ეს მე ვიღაცა ის ძალიან წესიერი კაცი რო დადიოდა და თავად დაპირება ქონდა სხვათა შორის ვერ იქნებაო თქვა ვერ აასრულა დანა აასრულა სად იყო აბა კაცში ბოლოს ქორწილი კაცების იყო არის დამთავრებული ამბავია რაღაც უკეთდება იკეთდება შენ არ გინდა ამის გაგება კასპე როგორ მოიფიქრა ეს ამაზე ხო იფიქრეს ამაზე ხო ნაფიქრი აქვს ნაფიქრი აქვს და გამოკვლეული იყო ეს პრობლემა იყო შესწავლილი იყო ძირეულად კაი კასპი ხო მაგრამ იქ ხაშურში და იმაში რატო არ ექცევა მას ყოველდღე იცი რა არის ხაშურში ყოფილა მთავარი პრობლემა ბასლაინები და გააკეთა ის მერმა დაპირდა აუ იქ ძალიან ფენო ავტობუსები კი არ ყავსო მაგრამ ბასლაინებიო მაგ ლოგიკით აეროპორტი გახსნას მეტრო რა პრობლემაა რა პრობლემაა მე არ იცი რა არის მესა ვასო მაგრამ პორტი იქნება კარგი ხაშურში ხაშურის პორტი თავარი პორტი პორტის შენობა მიმდინარეობს ახლა ჩვენთან ხაშურში ის ქუთაისში ხო შეყავდა გემი გახსოვს ის კაცი რო იყო ის მახსოვს კაცი მაგალექსებს უყებოდა რაღაცა არგონავტების რაღაცა რო ააშენებია რა ერქვა მაგ კაც დამავიცდა ხო მახსოვს არა და როგორ შეიძლება ესეთ კაც დაგავიცდეს შეიყვანა ქუთაისში ამხელა გემები ხო რო რიონი შეუერთა იმას რა ქვია რა ვერ გავიგე არა არ გინახავს იქ გემები კი მახსოვს მე არ ვიცი რა მე მგონი რომ აასრულეს ესეც შეასრულეს რა რა არის ხალხი ამას აი რო უყურა ხა ამას მაგალითად იმ ხაშურს რომეს ხაშურს კას ხაშურს აი კასპი ხო კაი გამოსეთი თემა ეგეც როგორ ხა ეგ იყო თავარი თემა არა ის მე რას გეუბნები ანუ რო ბასლაინებს და უხარიათ ამ დროს რო ჩვენთან ბასლაინები იქნება კი მათ ხო ის როგორი ამბავი არის შენ საქართველოს როგორ ჩვენი ქვეყანა
როგორი განსხვავებულია თუნდაც 10 კილომეტრი იყოს სხვაობა. კასპში როგორი პრობლემა იყო კაცების ქორწინების. მაგრამ აქ ბასლაინის პრობლემა იყო უკვე. ნახე? 10 კილომეტრში იქვე. შენ როგორ გინდა მოერიო ამ ხელა განსხვავებების ქვეყანას? წარმოგიდგენია რას მართავს ბიძინა? ვაგერი კაცების ქორწინება ვაგერ ბასლაინი. იქვე ებმევა თან. ხო და ჩახვალეგერ ქუთაისში ელექტრომობილი. იქ უკვე საერთოდ სხვა ლეველზე და სხვა იმაზე გადავდივართ რა. კი, უნივერსიტეტი. აქით მოდიხარ თბილისისკენ და ბათუმისკენ წახვალ, ქვია, კონსულები. კი, ხვდები ხო? იქით ოზურგეთში განსავითარებელია ეს მინივენები და ისინი, იმიტომ რომ ხო ლაითური ნარუჯა ამ სოფლების თავარი თემა არის, რომ ეს ელექტრომობილებით სიარული. ხო და რაჭაში რო არაფერი არ ხდება დღემდე. არაფერი არ ხდება. რა მოხდება გენაცვალე ერთი ის იყო, რა ქვია, ძეგლიანა რო იყიდე მიწა კი არ დაგვიწყებია. რაჭა იძახე. რა იმის მე აღარაფერი არ მოხდება გენაცვალე. ყველა ხო იცი, მან ტექსტს რო გაულის ღმერთმა აცხროს ხა დათუნიკა ჩემი მეგობარი იყო, რავი, ერთად გვიცეკვია და კაი კაცი იყო და ყველა ვინც გაივლის მაგ ძეგლთან, ყველა იღებს ფოტოს და მიგზავნის მე, ჩემი მეგობრები. ანუ ტურიზმი განავითარე. შენ მიწაზე ვართ. ტურიზმი განავითარე შენ. ერთი ორი ეგეთი ისგინა კიდე მიწის ნაკვეთის ყიდვა და всё, დამთავრებული ამბავია. მას მე აღარ ჩადის ტურისტი ხო გედო? და სანამ ხა ბოლოში გავალთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სიკეთეზე ვილაპარაკეთ ამის, მაგრამ მე მაინც გონია რომ ყველაფერი ამის დაგვირგვინება, ვასო. ყველაფერი ეს ამის დაგვირგვინება. რითი როგორ შევაფასოთ დღევანდელი სიტუაცია? აი, რითი რო ვიფიქროთ ახლა რომ აბა ერთი სიტყვით რაღაცა მოქმე როგორ შევაფასოთ? მაგრამ ჩვენზე მეტად აქ უკვე იფიქრა ბიძინამ, ესენი ხო გვასწრებენ 10 ნაბიჯი წინ არიან, ჩვენზე წინ ფიქრობენ. რუსთავში რო ძეგლი დადგეს. ეს რა იყო? საკუთარი თავის ძეგლი და ანუ როგორ შეგვიძლია ხო ჩვენ როგორ შემეფასებინა ეს აი რანაირად შემეფასებინა დღევანდელი რეალობა? ამბავი იყო ეგ ძეგლი აი არ. ხო მაგარი ძეგლი დადგეს. არც თავიდან ვიღაცამ ფურცელზე ხო დახატა თავიდან. და რომ მოეწონათ. ან შეიძლება ამ მობეჯდილი დახვდა უკვე. ან არ სურათი მოეწონა. მე ვიღაცას მოეწონა. მე შეიტანეს სპეციალისტთან, იმიტომ ხო თუ ძალიან კაიო ქოცმა. მე ცოტა უფრო დიდ ქოსთან შეიტანეს სამართლოს, კარგიაო. მე შეიტანეს მერთან. ცოტა პატარა იქ რაღაცეები აკლია უთხრა. ცოტა ალბათ შეიძლება დიდი იყოს. ცუდი აზიმამი. ცოტა ძალიან ის არის, ცოტაო. შეიძლება დავავიწროთ. შეიძლება, ანუ შეიძლება ხო მიხდი, შეიძლება ზად იყო და დავავიწროთ და კარგი ხა თუ ეგ არის პრობლემა დავავიწროთ კაცო. ხო მოქანდაკემა ხო იმუშავეს. მე ვიღაცა მე ანუ რეალობაში ხო გადაიტანა. მე გზაში რომ მიქონდა ვიღაცა ხო ფიქრობდა რა მაგარ რაღაცა დავდგამთ ხა და მთელი რუსთავი გალამაზდება. თან დავიწროებული წარიო. ხო. არის და თავარი მოთხოვნა რაც იყო. და დადგეს ის და ხალხიც ხო მივიდა და გაიხსნა. მე არ მესმის დღემდე რატო აიღეს. ეს არის მე მგონი ოპოზიციის ბრალი. ხო, მართალი ხარ. ნაციონალების ბრალია მართალი. არის ყველაფერი ნაციონალების ბრალია. ეს რა მოცნების ძეგლი იქ რა გინდა? ერთი ძეგლი არა, საშუალება უყურონ მაინც. 14 წელს არ ეკუთვნით ერთი ძეგლი? როგორ არ იყო? ვერ დაიმსახურე ეს? ჩემი აზრით აი ეგ არის მთავარი შეფასება. ეს ძეგლი რომელიც იყო მაგათი. ნაციონალებს ეცდია და ოპოზიციას. იდგებოდა და რაღაც ხო კეთდება რა? აცადე რა. იმ ფულის კეთების არ იყოს, აცადე. გააკეთოს იყოს. აი ეს ძეგლი რომ მაგალითად დაეტოვებინათ. შემდეგი ძეგლი რა იქნებოდა რუსთავში? არ ვაცადეთ. მსურ მანდა არ ვაცადეთ. შემდეგი ძეგლი რა იქნება? საინტერესო იქნებოდა რა. ხო, აი ეს ამაშია საქმე რა. არაცდი ადამიანს რომ განვითარდეს თორე ეს ხელფასები ხო ემატება. სადაც ხელს ვერ უშლი გენაცვალე შეუქცევადად მიდის ეს პროცესი და მიდის. აცადე რა იმის ძეგლი თავისი ძეგლი იდგეს და რაც ქვია. საინტერესო. არა უეჭველი იქნებოდა მეორე რაღაც მოხდებული რა. ამან თუ გაამართლა და იყო რაღაცა სხვა იქნებოდა და აი ის მაინტერესებს რა არის. აღარ დაუჯეროთ ამ ოპოზიციას და იმას. მიაწექი და დადგით ეს თქვენი ძეგლები სადაც გინდათ იქ. რას უყურებთ კაცო იყოს რა. ერთი ძველი ნიუსი მახსენდება თუ გახსოვს აჭარაში. რა ვიცი ერთი 5-6 წლის ნიუსია რა. ხიდი რო აფეთქეს ხო გახსოვს? ანუ შეცდომით. ხო. აი ეგ იყო რომ ანუ ახალი აშენებული ხიდი დაანგრიეს. უბრალოდ აერიათ რა ძველი სოფლის ხიდის მაგ. თან ხო შუბი იყო მანდ. მეზობლები გამოვიდნენ და უთხრეს ეს ახალი ხიდი. თქვენ რა იცით? დაანგრიეს ახალი ხიდი.
აფეთქეს. აი, რაზე უნდა ილაპარაკო? აი რა. აი, ისე ვერ გაგიშვებ, რომ არ გითხრა რა, ისეთი მძიმე სიტუაციები და ისე რომ შენც გქონდა ეს პრობლემა რა? ხო. იგივე რაღაცა დარეკვები ვიღაცა ისე სახლში მისვლები რაღაცა. ამაზე მინდა რომ 1-2 წინადადები თქვა და ონისე რო კრიმინალია რა. აი ეს აი საერთოდ რაზე ხედან მართლა გაუგებარია, ხო? გაუგებარია. სრული სიგიჟია, რაღაცა ახალგაზრდა ბავშვებს, რო შეხედა უკვე სახეზე რო შეხედავ, ამ ბავშვებს რო აბრალებს სახელმწიფო გადატრიალებას, უკვე ის ზეგლი ხარ რა. კი ბატონო. ხო, ის უკვე რუსთავის ზეგლი ხარ ჩვეულებრივად რა. კი. ულაპარაკოთ. მინდა შენ ამბავზეც მინდა 1-2 წინადადებით მაინც რომ მითხრა რა აუცილებლად, იმიტომ რომ საზოგადოებასაც აინტერესებს ერთია რომ ნიუსი იყო, მე რამე გაგრძელება ხო არ ქონდა. არა, გაგრძელება არ ქონდა, ნუ აღარ მოყვები ხარ, აიყო და როგორ იყო, იცი საზოგადოება, უბრალოდ უცვლად უწყინარი ისტორია იყო, ბაგების ისტორია. ხუმრობა, ჩვეულებრივი ხუმრობა, ნუ და ანუ ეხლა მე რო გურულებზე მაგალითად რაღაც ანეკდოტი მოყვა და შენ მოხვიდე ჩემთან და გურულზე, ესე იგი მე ვარ. ხო, ინა თუ არა, ხო და შენ ამას გიზავ და ანუ ალოგიკურობა. რატო იხუმრე ძმა? რატო იყო? აი ხან როგორ დაემთხვა იცი რომ მიშა ანდოულაძე იყო რაღაც ხუმრობაზე იყო თუ გახსოვს კი ამბავი რომ ხო რა ამბავი რაღაცა ზუსტად 10 დღეში თანი კომენტარებში უყურებდი რა რომ გაინტერესებს რა რომ ხარ ვინ რა წერს და იქ წერია რომ ხაკაძესა შემდეგი ხაკაძე უნდა იყოს და ვანო ჯავახიშვილი და ანუ გინებები ხო ეს კამპანიური ხასიათი და ზუსტად 10 დღეში ეგეთი რაღაცა ამ რუსთავის ზეგლებს ამათ ხო ხო და ანუ რა არის არავის არ დაურეკავს ანუ გავიდა უკვე ერთი თვე ფაქტიურად რა ანუ პოლიცია რეაგირება არანაირი რეაგირება არც ჩემთან არც მაგალითად ადვოკატთან დაერეკა ან პროკურატურას ან საგამოძიებას არანაირი რეაქცია არ ქონდა საერთოდ უბრალოდ ანუ არ დაინტერესდა თან ყველაზე მაგარი იყო იცი რომ ეს რა თორნიკე урეკავს ადვოკატი რა პოლიციაში რეკავს და დაუბლოკეს ტელეფონი იმიტომ რომ წარამარა урეკავს რა ხდება გვაწუხებო სხვა ნომრიდან დაურეკა ისევ შენახარო და დაუბლოკეს ისიც დაბლოკეს ანუ რამოდენიმე ანუ ხო ოღონდ მე ჩემი აზრით ადვოკატმა უნდა გენისპეკ ყველგან უნდა შეიტანოს დოკუმენტები და არსებობდეს ვინც რეაგირებას არ მოახდენს სამუდამო არაფერი არ არის მით უმეტეს ისა რა ქვია ეს რუსთავის ზეგლები და ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ უნდა იყოს ეგ დოკუმენტი რა ნახე უნდა იყოს შეტყობინება აუცილებლად ამ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მარტო ის ტიპი კი არა ვინც რაღაცა ეგეთ რაღაც სისულელეში მონაწილეობდა ვისაც დაეწერება რეაგირებას არ იქნება შემდეგ ყველა ისეთი არაფერი სხვაობა მაგათ შორის არ არის რა. რა თქმა უნდა. და უნისეზეც მინდა რა. უნისეს რა ვიცი, აბა უნისი არის აი ჩვენი სოლიდარობა მოკლედ ყველა პატიმას, აბსოლუტურად ყველას. უნისეს იმიტომ გამოყოფთ ხა ჩემი თანამშრომლები. ხო, მაგიტო კი, მაგიტო გიკითხები. ყველას რა ვიცი. ალე თავისუფლებას გისურვებთ ყველა რეჟიმის პატიმას ვინც ხართ რა. აბდომზიასაც ნუ ყველას ხა ჩამოთვლას არ დავიწყებ და. ხო, ნუ იმზია გამახსენდა იმ წუთში კაკრას ბოდიშე გადაუხვია, ანუ მე რო ხა იმ ტიპისთვის ხელი დამერწყა წარმოიდგინე. კარები გამეღო, ტიპი რაღაცა გიიწეს, პოლიციელია თან და ხელი კაცები ვართ, ხო, ვიღაცა მოვიდა და დაგიწვა, გაიფენ, ხო, უეჭველი. всё, დამთავრდა რა. სამუდამოზე გაგიშვება. პოლიციელს ხელი დაარტყა, იქ უეჭველი ვიღაცა იქნებოდა, როგორც მიშას უღებდნენ ანდროდეს, ესე გადაიღებდნენ და დამთავრდა რა. მაშინ გახდებოდა გენერალი ხა ის. კი, სწორედ 1000%. ეგ ვარიანტი. ეგეც სისტემა აქვს დაწყობილი. კი. ხო და აი რა ვიცი რა მაგდროს წარმომიდგა მზია თვალწინ რა რომ რაღაცა რა ვიცი ოდნავ ხელი მიარტყა და რა ვიცი მიადო ხო და იმან ძლიერით კივილი განიცადა ჯერჯერ კაცი თუ ხარ ვაშკაცი თუ ხარ ეს რატომ უნდა თქვა რატომ უნდა დაწერო პოლიციელს წერო მზიამ კივილი მომო თან ტიპობს ახლა ეგ პოლიციელი არა რო ყველა იცნობს და ბიჭია და რაღაცა ვაშკაცობს ზარქოს ეგრე აკეთებს მაგრამ მაგანაც ეგრე დაწერო ხაბეშუნა მატკინეო ხო ეგრეა დღემდე ნატკენი იქ ხო იცი ანუ ამ დრომდე ზასა მართლა გეუბნები და მაგას მეგონა დუბაიში წადგინეს ხო ხო ეგრე იყო ხო და ონისეს რაც შეეხება ონისი არის აი უკეთლი შობილესი ადამიანი მართლა პიროვნულადაც მეგობრულადაც მაგრამ ონისეს არაპატიეს ჩემი აზრია მანამდე და იყო რაღაცეები ყოფილ თანამშრომლებთან ანუ GDS არა ბოდიში პოსტივი იგივეა ხო პოსტივი ხო რა სამთავრობო მედია პოსტივიზე მუშაობდა რაღაცა და იქ ანუ ტროლბოტებზე ილაპარაკა ანუ ყველაზე გულსატკენი რა არის ცოტა ხანი შევეხები ამ თემას კი ანუ ადამიანები რომლებიც მაგალითად ჩვენ ხო ამდენი წელია მოვდივართ ხო ვიღაცები გამოუზარდეთ ვიღაცები გზაზე დავაყენეთ ვასწავლეთ იუმორის წერა კეთება ცნობილი ადამიანები გავხადეთ და დღესდღეობით ანუ მე რუსთავიდან 2012-ში მოდიოდნენ ესენი წავიდნენ სახელმწიფოებს არ ვიტყვით ჩვენ ცალკე GDS-ზე მაგარი პროექტები და ვაკეთეთ ვერაფერი ვერ გააკეთეს GDS-ი დაიხურა და დღეს მუშაობენ ტროლბოტებად ეს ადამიანები რომლებიც ძალიან გული მწყდება ყველაზე ვინც მაგრამ ვერ შედგენ რა მარტივი ფული ხა ჩვენი შრომა სულ სხვანაირია რა დილიდან საღამომდე იქავართ რაღაცა
ტელევიზიის კეთება და გადაცემის კეთება ეს არ ურთულესია, მით უმეტეს იუმორი. ხო და ეს ტიპები ძალიან მარტივი გზანახეს, რა რაღაცა ჩამოყალიბდა, რაღაცა სულ ეს მახსენდება, ჰოუმლენდი მახსენდება რა, იქ რო ტიპი არის რა. მარტივია, დაავალებას მიცემენ ჩატში რომ ეს გააშავე და ისინი წერენ რა, ეხლა ზოგი ხუმრობი წერს, ზოგი რაღაცა და ანუ ტროლბოტებად მუშაობენ და ონისემ ეს ტროლბოტები ამხილა რა ეს რაღაც პოსტები გამოდო რომ შენ კონკრეტული ტიპების ახლა ადამიანი რო იდენტიფიცირებს. მე ტელეპიროზე მოაკითხეს ვიღაცა მე არ ვიცობ ეხა იმათ რა ვიცი ხა. მოაკითხეს და რაღაცა ის იყო რომ შენ ჩემზე ამას როგორ ამბობ რაღაცა და ზუსტად ეს მე ცემეს თუ გახსოვს ანუ კი. ხო გახსოვს და მე ამაზე იყო რა იმიტომ რომ იქ ვიღაცები ახსენა თქვენი ტროლბოტების ჩვენი იმერეთის დეპუტატი თუ რაღაც ანუ კონკრეტულად ვიღაცებს მიუთით არა და ალბათ ესეც უკვე ათვალწუნებაა რა რომ არა ათვალწუნება კი ნახე რეჟიმი სხვათა შორის ეგ ერთი პოდკასტი ქონდა ამაზე ჩვენ პროპაგანდაზე რა ანუ ეგენი მაგაზეთ განან ნახე ჩვენ ხო ტროლბოტებს ვეძახი და რეალურ დიდ საქმეს ეგენი აკეთებენ და რას აკეთებენ მე და შენ ახლა რაღაცას ვილაპარაკებთ და მაგალითად ავტორიტეტ სოციალურ ქსელში ტროლბოტის ამოცანა რა არის რომ მაგალითად რაღაცა პოზიცია გვაქვს რომელიც აინტერესებს მაყურებელს ადამიანს რომელიც არც ერთხელ ფაქტები აინტერესებს უცებ ნახა ჩვენი ვიდეო და დაიწყო ყურება მათი ამოცანა რა არის კომენტარებში დაახვედროს 50 კომენტარიდან 58 სალანძღავი რომ ადამიანმა რომელიც გადაწყვიტოს ეს მართალია ტყუილია თუ საერთოდ რაზეა ლაპარაკი კომენტარებში შეხედავს მე მგონი ესენი არ არიან კარგი ადამიანები და გააგრძელოს ანუ რბილ ტვინზე მართლა ოღონდ ეს მეცნიერულად მუშაობენ კაცო ტიპები და ეს ახლა რაზეც ვლაპარაკობ ტროლბოტები ეგენი მთელი დღის განმავლობაში აი deep state და სიგიჟე ეხა მთელი გადაცემა რაზეც ვილაპარაკეთ მაგ საქმეზე არიან და სოციალურ ქსელში ქმნიან საზოგადოებრივ აზრზე ცდილობენ ანუ შავზე თქოს ზემოქმედებას რა და როცა ამას ეუბნები რომ ამას აკეთებს ეს უკვე ჩათვალე რომ შეიძლება მინისტრზე თქვა და გაგიტარონ პირობითად გეუბნები აი ტროლბოტი მაგათთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩამოექცევა ძმაო ეხა ამაში იღებენ ხელს წარმოიდგინე ანუ შენ როცა იუმორისტი ხარ რადონის დეგრადირება ადამიანს ჯერ ესეც საქმეზე როგორ უნდა წახვიდე აი იყო შემოთავაზებები სხვათა შორის ონისი ამბობდა რომ მეც შემომთავაზეს რაღაც მაგრამ უარი თქვა რა ანუ ეგეთ მაგრამ იცნობს ტიპები ვინც მუშაობენ იქ რა ასე რომ მეგობრებო და ყველაფერი იცის ეგ ადამიანები ვერც ექიმებად ვერ შედგენ ვერც იუმორისტებად ვერ შედგენ ვერც სპორტულ კომენტატორებად ვერ შედგენ ვერაფერში ვერ შედგენ ადამიანები და აი მარტო აი ამაში არიან რა რომ ტროლბოტებაში ანუ აი როგორც ახლა მეგობრები აი სტაფი შეიკრიბეთ ხო და ჩაუგდებ რომ აი ეს კაცი გავაშავა და всё სხედან და სახლიდან მუშაობენ ეხლა ხო იცი რომ მაგად გამოზის ონისე ანუ ვიღაცები იციან ან ტყვილად ზოგმა ვერც გაბედა აი სასამართლოზე მოსვლა ვერ გაბედა წარმოიდგინე ხოძმობას ეფიცებოდა ონისე რაღაცა ვერც გაბედეს იქ მოსვლა რა წარმოიდგინე რა არ გვინდა ჩვენ ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება. არ მინდა, აშკარად არ მინდა. ხო, და ამიტომ მაინც იმედიანად ვარ, აი ლილუაშვილის მერე კიდევ უფრო იმედიანად ვარ. იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს ასრულებენ ვატყობ რა, ერთმანეთის ჭამაზეც არიან გადასულები და ხალხიც მივეხმარებით. და დარწმუნებული ვარ რომ გავალთ ბოლოში და მადლობა სტუმრობისთვის. ამასობაში დამავიწყდა რომ მე თქვა რომ გამოიწერეთ ჩვენი არქ აბრეშუმის გზა, ყველა სიახლე მოგივათ. საინტერესო პოდკასტები გვაქვს, საინტერესო ჩემების სხვათა შორის, ხო იცი? გითხარი გამოგიწერთ. ვასოფ ხაკაძე აწერეთ, შეგულასაც ნადირობ, თევზაობ, ანუ ის არის აი აპოლიტიკურია. ვისაც ნადირობა გიყვარს და თევზაობა. არა მარტო თევზაობა, ოფროუდი რა. ვასოფ ხაკაძე გამოგიწერეთ. შენს გვიხერთი აბრეშუმის გზა. აბრეშუმის გზა. არ მაცალა უბრალოდ. არა, სახელი მაგარია. აბრეშუმის გზა. აბრეშუმის გზა არის, თვითონ რამაც დაგუპა ზოგადად. ანუ გადაცემამ კი არა, ზოგადად. მეთქი აბრეშუმის გზა. იმიტომ ვარ საინტერესო. შავი ზღვა და აბრეშუმის გზა. ხო, ამაზეა, ამაში ძალიან დიდი იდეა დევს მართლა რა. მომეწონა სხვათა შორის. ჩვენი ქვეყნის რასაც ამბობ მართლა რომ საინტერესოა. ამერიკა და რუსეთი და მთელი მსოფლიო რო ვართ. არის ამის დამსახურება, ვიყოთ ამას თუ გამოვიყენებ ჩვენ კარგად როგორც დავით აღმაშენებელმა გამოიყენა. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ისეთები რომ აღარ შეგეძლება SMS-ის მოსვლის იმაზე რა ქვია. ბანკიდან და ის წითელი გალურჯდება თუ რას იზამს ბოლომდე გამწვანდება. თავარია წითელი არ იყოს. კარგად, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა მეგობრებო.